უკრაინაში მებრძოლ ქართველ სამხედროს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე უარი უთხრეს. საზოგადოების აღშფოთების შემდეგ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მღვდელმა ახსნა განმარტება გამოაქვეყნა და სოციალური ქსელით ახალგაზრდა ქალის პირადი და ჯანმრთელობის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია გაასაჯაროვა. ასეთ ვითარებაში მიცვალებულის ტაძარში დასვენება ეკლესიის მხრიდან უმძიმესი ცოდვის შეწყნარებას ნიშნავს, რაც პრინციპულად დაუშვებელია, წერს მიქაელ ბრეგვაძე. თაღლითური კოლცენტრების სქემის მონაწილეები, რომელთა წინააღმდეგაც შარშან საქმე აღიძრა, საქმიანობას აგრძელებენ და წელს კიდევ უფრო მდიდრულად ცხოვრობენ. სტუდია მონიტორი აკა ჯგუფის საქმიანობაზე მორიგ საგამოძიებო რეპორტაჟს აქვეყნებს. ჟურნალისტური გამოძიებით ახალი ოფისი დიღომში მირიან მეფის 68 ნომერში მდებარეობს. ჯგუფის ლიდერი კი დაცვითა და ძვირადღირებული მანქანებით გადაადგილდება. ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე 2 წლის შემდეგ გამოძიება განახლდა და მუხლი შეიცვალა. გამოკითხვაზე დაიბარეს მელიას დაცვის ყოფილი უფროსი თავად მელია კი ციხეში გამოკითხეს. თავდასხმა 2024 წლის 11 აგვისტოს სამტრედიაში წინა საარჩევნო შეხვედრაზე მოხდა. გამოძიება მაშინ ძალადობის მუხლით დაიწყო, ამჟამად კი საარჩევნო კამპანიაში ძალადობით ხელის შეშლის მუხლით გაგრძელდა. მტკვრიდან 2 მილიონ ლარზე მეტი ინერტული მასალა უკანონოდ მოიპოვეს და ფული გაათეთრეს. დაკავებულია 4 პირი. გამოძიების თანახმად ისინი ქვემო ქართლის რეგიონში ლიცენზიის გარეშე სისტემატურად მოიპოვებდნენ ინერტულ მასალას, რომელსაც მოგვიანებით სხვა მეწარმეებზე ანაწილებდნენ.